კომპანია ვისოლი წლების განმავლობაში მომხმარებელს ატყუებდა აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალ ნაშრომშია გამოძიებული. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით 2009 წლიდან 2012 წლამდე კომპანია ბენზინ-გასამართ სადგურებში იტალიიდან შემოტანილი აპის საუკეთესო ხარისხის საწვავს, ანუ სუპერსყიდ და საწვავის ხარისხის სტატუსს არ შეესაბამებოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით იტალიის საბაჟოდან საქართველოში აპის იმპორტი რეგისტრირებული არ ყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციის უფროსი იურისტის შეფასებით ეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა და უკანონოდ ნიშანდებული საქონლის ბრუნვაში შეტანა რაც კანონმდებლობით დასჯადი ქმედება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. რაც ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებაზე კომპანია ვისოლი და რა პრეტენზიები აქვს მძღოლებს საწვავის ხარისხთან დაკავშირებით მას ეს შემდეგი გამოშვებიდან შეიტყობთ. კომერციული გარემოება ყაბილითება არის რაღაც ის დიდოდენობით ხისის სასაქონლო შეძლებელია 2012 წლის ივლისი. ვისოლის შემთხვევაში ჩვენ დავადგინეთ რომ იყო შემთხვევები სადაც კომპანია ვისოლი ატყუებდა მომხმარებელს რაც საქართველოს კანონმდებლობის სერიოზული დარღვევა მათ შორის შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველიც გახდეს. კერძოდ იგი ავრცელებდა რეკლამას რომლის საფუძველზეც ყიდდა აპის ბრენდის ბენზინს, კერძოდ აპი დიზელს, აპი პრემიუმს და აპი სუპერს. თუმცა ჩვენ გამოვიკვლიეთ იტალიის საბაჟოს მონაცემები, ასევე საქართველოს საბაჟოს მონაცემები და იტალიის საბაჟოს ინფორმაციით არანაირი აპი სუპერის ხარისხის ბენზინი, რომლის ნომერი ეგრეთ წოდებული არის 98, არ ყოფილა ექსპორტირებული იტალიიდან საქართველოში.